ცილისწამება არ არის მხოლოდ გამოგონილი ტყუილი. ეს არის ფსიქოლოგიური თავდასხმა და სოციალური манипуляცია, სადაც სრულ რეალობას გტენიან, რათა მართონ შენი და სხვისი განწყობა შენსავე წინააღმდეგ. მე სამწუხაროდ უსაბედნიეროდ არაერთხელ გამომივლია ეს და დღეს მოგიყვებით ჩემს ტრავმებზე და ერთად ვიტიროთ, კარგი? Just kidding. მართლა მოგიყვებით ორ ძალიან საინტერესო ამბავს, მაგრამ სალიზბაბლის კლასიკურ სტილში მოგცემთ 4 რეალურ რჩევას, თუ როგორ უნდა გადარჩეთ მენტალურად და დაიცვათ თქვენი სიმართლე. Let's go. პირველი. დასვი კითხვები და გაარკვიე ბრალდება რატომ წამოვიდა შენსკენ. პარასკევია და სკოლის ეზოში შემორჩით რამდენიმე გოგო. უცბად ერთ-ერთი, მოდი დავარქვათ ნათია, იწყებს ტირილს, რომ ვაიმე ტელეფონი დავკარგე. და ისტერიკაში ვარდება. ყველანი რა თქმა უნდა ვწუხდებით, ავდივართ უკან კლასში, ვეძებთ, ეზოშიც ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და სლუკუნით მიდით ნათიას სახლში. გადის შაბათი კვირა, ორ შაბათია და ნათია და მისი დაქალი, მოდი დავარქვათ ნია, მხვდებიან კლასის შესასვლელში, მართმევენ ჩანთას და პირდაპირ და გამიზნულად ყოფენ ხელს, აი იმ პატარა ჯიბეში წყალს რო დებენ ხოლმე რა, ჯიბედ არც ითვლება ეგ. თოის აოცრება იღებენ ნათიას ტელეფონს. ეს რა არის? ამიტეხეს ერთი ამბავი, დამიწყეს საქმეების გარჩევა და მე უბრალოდ გავშეშდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, არ ვიცოდი რა მექნა. დღეს პატარა სალომეს დიდი სალი ეტყოდა ასეთ რამეს, რომ აუცილებლად დასვი კითხვები. გამოგონილი რეალობა ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოენგრას ადამიანს, როცა დეტალებზე გაუმახვილებ ყურადღებას. საიდან იცოდი, რომ მაგ ჯიბეებში უნდა გენახა მაინც და მაინც, სხვა ჯიბეებში რატომ არ ნახე? ან რომც მომეპარა, ეგეთი სულელი გონი ვარ, რომ სკოლაში წამოვიღებდი 2 დღის მერე? პარასკევს რო ცხარეცრემლით მოთქვამდი, ეგ დადგმული იყო თუ მართალი იყო? და თუ იქვე გქონდა ეჭვი, მაშინ მე რატო არ დამკითხე მაშინვე? მე არ გეხმარებოდი ტელეფონის ძებნაში? ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ინგლისურად არის ესეთი ტერმინი scapegoat. ქართულად ითარგმნება როგორც განტევების ვაცი. ეს არის ადამიანი, რომელიც ისჯება სხვისი დანაშაულის გამო. ჩემი თეორია ესეთი, რომ ნათიამ კი არ დაკარგა ტელეფონი, არამედ დაუმალეს, როგორც რაღაც harmless prank, მეგობრული რაღაც ხუმრობა, რომლის ესკალაციაც მოხდა უნებლიეთ. ამ ხელა ამბავი რო აიწია და ტირილი დაიწყო ნათიამ, ნიამ, დიახ, ნათიას დაქალმა ნიამ, ჩემი აზრით, მოიშორა ნივთ მტკიცებულება. და შემომტენა მე, მარტივად ხელმისაწვდომ მიამით სამიზნეს. ახლა რა მარტივი ამაზე საუბარი, როცა იცი, რომ როცა ვიღაცა ცილს გწამებს, ხშირად თავისი შეცდომების და პასუხისმგებლობების გადაფარვას ცდილობს. ფსიქოლოგიაში ამას ქვია პროექცია. ადამიანები გაბრალებენ იმას, რისი გაკეთების უნარიც თვითონ აქვთ, ან შენი დადანაშაულებით თავიანთ თავს აპრავებენ, ან გამოჰყავთ სიტუაციიდან. ჩვენ რომ თავიდან ავირიდოთ შავი პია თუნდაც სკოლაში გავრცელებული ჭორები ან ბრალდებები, რომელიც მართლა შეუსაბამოა ჩვენი პიროვნებისთვის, აუცილებლად ვსვავთ კითხვებს და თავიანთ შეთხსულ თეორიებში და სუბრეალობაში ვპოულობთ ხვრელებს. ისე მარტივად შეიძლება დაიწვან თვითონვე თავი, რომ აქეთ გთხოვონ პატიება და ჩაგივარდნენ მუხლებში. მეორე, აღმართე და დაიცავი შენი ბარიერები. გადავინაცვლოთ უკვე მე-12 კლასში, ლონდონში ვსწავლობდი მაშინ უკვე და ინგლისურის ლიტერატურის საგანში ვწერეთ საკონტროლო. თითქმის მთელმა კლასმა გადაიწერა. შპარგალკები ქონდეთ მაგიდის ქვეშ, მაგრამ მეც არ დამიწერია ჰაერიდან, რახან წიგნის შეტანა შეგვეძლო, წიგნშივე ჩავწერე ჩემი კონსპექტები, ჩემი პოინტები, არგუმენტები და მოვინიშნე ის ციტატები, რომლებიც უნდა გამომეყენებინა. რამდენიმე დღე გადის და მასწავლებელი გვეუბნება, რომ საკონტროლო ხელახლა გვაქვს დასაწერი, იმიტომ რომ გადაწერის, ანუ ჩიტინგის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს თქვა თუ არა, ჩემს უკან მჯდომმა ერთმა შტერმა გოგომ ფატიმამ, კრა ჩემს კამს ფეხი, რომ შენ ჩაგვიშვი ხო შეგველო. You snitched, innit, you snake. ბიჭებმა ეგრევე და იწყებენ ხორხოც, აყაყანდა მთელი კლასი. დირექტორთან გაუშვეს ეგ ფატიმა, მაგრამ მაგით არ დასრულებულა ეს ამბავი. ლანჩზე დამხვდნენ ეგ და თავისი რამდენიმე მეგობარი, რომელიც საერთოდ არც იყვნენ ჩვენს ინგლისურის ლიტერატურის კლასში, ტუალეტთან დამიჭირეს მარტო. და დაიწყეს ჩემი ვერბალურად აკენწვა, ბულინგი და თან მიღებენ. მეძახიან რომ აღიარე, შეგველო, შეესეთო და თან მიღებენ.
მაგ დღეს დამემართა ჩემი პირველი პანიკური შეტევა ჩემს ცხოვრებაში. და ამ ისტორიის მოყოლისას შეატყობდით, რომ ჩემს რეაქციაზე კვლავ არაფერი არ მithkoms, იმიტომ რომ არ მქონდა. მანდაც გავშეშდი, გავიყინე, ენა ჩამივარდა, ყოჩახ სალამე, ყოჩახ. არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებთ თავს, ეს არის თავდაცვის მექანიზმი იმ მომენტში, მაგიტო ქვია fight, flight or freeze response. Freeze არის ერთ-ერთი რეაქცია, რაც შეიძლება გქონდეს, ამიტომ არა უშავს. უბრალოდ ისიც გასააზრებელია, რომ სრული სიჩუმე აძლევს მოძალადეს მწვანე სიგნალს, რომ კიდე უფრო მეტად და მეტად გადმოლახოს ჩვენი ბარიერები, ხო? სკამზე ფეხის კვრა მაგალითად. ეს არის ძალიან თავხედური კომუნიკაციის ფორმა, ხო? მანდ უკვე დამთავრებულია ყველაფერი, მანდ უკვე გადმოლახულია ჩემი ბარიერი. სკამზე ფეხი მიარტყის შენაირ გაუზრდელებს, ან რაღაც ეგეთი უნდა მიმეძახა, ალბათ, და ჩემი აზრით ვეღარ გაბედავდა იმას, რომ ტუალეტში გამოვემწყდიე, ესე და ესკალაცია მომხდარიყო კიდე სიტუაციის. რეაქცია რახან არ მქონდა მანამდე, ჩათვალა, რომ ძალიან მარტივი მისაპანჩურებელი ვიქნებოდი და გააკეთა, რაც გააკეთა. რწყილს ხელზე რო დაისვო, თავზე აგაძვრებაო, ხო იცით ეგ გამოთქმა, ეგ თემა არა. მესამე, დაეყრდენი მათ, ვიც იცნობენ შენს ნამდვილ ბუნებას. პანიკური შეტევა რო დამემართა, იმ საღამოსვე მამაჩემს მოუყევი ყველაფერი. კიდე მუდარე რო არ დაერეკა სკოლაში და არა ეტეხა ერთი ამბავი, მაგრამ არ დამიჯერა. მაინც დარეკა და გაარკვია, რომ თურმე 10-მდე ნაწერში ერთი და იგივე ციტატები, ერთი და იგივე არგუმენტები იყო გამოყენებული და მაგითი გასკდა გადაწერის ამბავი და არა იმიტომ რომ ვიღაცა მიუტანა ენა. მამაჩემ მეორე დღეს არ გამიშვა სკოლაში, წამოყვანა ბურგერ კინგში, ნაწილობრივ იმიტომ რომ ვენუგეშებინე, ნაწილობრივ იმიტომ რომ ჩემი სკოლაში არ ყოფნა იყო საჭირო, რათა მასწავლებელს მოეგვარებინა ეს ყველაფერი. და ასეც მოხდა. მაგ დღეს შევიდა მასწავლებელი კლასში, თქვა რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, რეალურად რაც მოხდა. განმარტა, ის გოგო ფატიმა გადაიყვანეს სხვა კლასში, სხვათა შორის საკონტროლოც გადაიდო. გაუქმდა. და არც ერთხელ მამაჩემს არ გასჩენია კითხვა ჩემი მიმართულებით, გავაკეთე თუ არა ეს. ანუ ჩავუშვი თუ არა კლასი. იგივეს ვერ ვიტყოდი ბებია ჩემზე. ტელეფონის ქურდობის ამბავზე დამრიგებელმა მოიწვია მშობელთა კრება და დაიბარეს ბებია ჩემის სკოლაში, დაიბარეს ნათიას დედმამა და დაიბარეს ნიას მშობელი და კიდე იქ რამდენიმე გოგო იყო, ნუ ყველას მშობელი დაიბარეს სკოლაში. რიგრიგობით შევყავდით კლასში, ყველა ეჭუმიტანილი, ასე ვთქვათ. ჯერ შევიდა ნათია, გამოვიდა გაწითლებული, შევიდა ნია, გამოვიდა აცრემლიანებული და ჩემი ჯერიც მოვიდა. მოდი ბებოს ვკითხოთ პირდაპირ რა მოხდა. სალომე, რატო მოპარე ნათიას ტელეფონი? რატო მოპარე თუ შენ მოპარე ნათიას ტელეფონი? და ამ დროს რა დამემართა, იცი რომ აი შენგან არ ველოდი მაგ იმას, რომ მეთქი აი ბებია ჩემი, რომელიც რომელმაც გამზარდა, რომელიც მიცნობს, რომ ესა და იმას ეპარება ჩემში ეჭვი. ეს იყო ხალხზე გათვლი, მასწავლებელმა ხო შოკი მიიღო. რას ბძანებთ, ქალბატონ, გაგიჟდა ეს ნანა. და მშობლებიც გაგიჟდნენ, არა და აი არა, მაშინ რატო დაიბარეს ამხელა? ხამშობლები და ესენი ვინც ეს მოაწყო ყველაფერი ეს რა ვიცი რატო მოაწყო დიახ და თავის კვარს ეჯოდა ამ კაცმა ამ პოლიციელმა რო შეხედა ეგრევე მიხვდა მოწვა ყველაფერს ქალო აქსად მომიყვანეო და თავქუდ მოგლიჯილი გაიქცა არა სალომეს არ მოუპარია რაღაცა რომ მეთქვა ეს უფრო იქნებოდა ყალბი აი ჯიბიდან რა ჯიბიდან ამოიღეთ მოთხარ თქვენ დაჯღრეული ტელეფონი ვის რა თუნდა ტელეფონები აქვს ბავშვებს საუკეთესო ხა მეც მგონია რომ შენ რო აი მშობლებმა ხო იციან რომ აი ჩემი შვილი მაგას არის ამდა და ეს იქნებოდა ყალბი ყველა მიგშვენრად იცოდა რომ შენ არ იყავი ამის გამკეთებელი და სკოლიდან რო წამოვედით გზაში მითხარი აი ზუსტად მახსოვს რომ გზაში მითხარი რომ ბები მე შენში ეჭვი არც ერთი წამით არ შემპარვია უბრალოდ ეს კონცერტი საჭირო იყო რომ იმათ დაენახოთ რომ რაღაცა ტრავმა კი მომაყენებე მაგრამ ეგ მინდოდა დამეზუსტებინა შენთან მადლობა
და ამ რჩევის ფარგლებში კი ვეტყოდი პატარა სალომეს, რომ ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში. სთხოვე დახმარება იმ სიტუაციიდან გარეთ მყოფ ადამიანებს. იქნება ეს დედა, მამა, ბებია, ეს ადამიანები იცნობენ შენს შიდა ბუნებას. აქვთ მათაც უდევთ ეს შინაგანი კოდი, რაც დევს შენში. და იციან, რისი გამკეთებელი ხარ, რისი გამკეთებელი არ ხარ. ბებია ჩემაც ზუსტად იცოდა, რომ მე არაფერს უაში ვიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან ჩემი ბუნება გამოიყენა როგორც ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი, რათა სხვებს დაენახათ რეალურად რაში იყო საქმე თავის მართლების გარეშე. მეოთხე ნუ დააშენებ შენს თვით შეფასებას სოციალურ სტატუსზე. ტელეფონის ამბავი რომ მოხდა მაშინ ცოტა პატარა ვიყავი და სოციალური სტატუსი არ იყო რელევანტური მაშინ, მაგრამ მე-12 კლასში, ჩემთვის სოციალური სტატუსი ყველაფერს ნიშნავდა. რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი თვალის ჩინივით. ლონდონში სკოლა 11 კლასიანია და მე გოგოების კათოლიკური სკოლა მქონდა დამთავრებული და მივედი ამ 2 წლიან კოლეჯში, ეგრეთ წოდებულ sixth form-ში, სადაც გადიხარ 3 საგანს, როგორც ჩვენ, აბიტურიენტები და მაგის ფონზე აბარებ მე უნივერსიტეტში. ხო და ახალი მისული ვარ ამ კოლეჯში, სკოლაში საერთოდ არ მქონდა სოციალური ცხოვრება და აქ მინდა რომ თავი დავიმკვიდრო, აღმიქვან როგორც ჭკვიანი, ლამაზი, საინტერესო გოგონა უცხო ქვეყნიდან და სწორ წრეებში გავიჩითო, ასე ვთქვათ. ტყავიდან ვხტებოდი რა, რომ ხალხის ყურადღება მიმექცია და ერთი ცხინკიანი ინგლისური საკონტროლოს გამო თავზე მენგრება ჩემი ნაშენი რეპუტაცია. და ერთი დეტალი, რაც სპეციალურად გამოვტოვე ამ ამბავში იყო ის, რომ სანამ ეს გადაწერის ამბავი გასკდებოდა, მანამდე დაგვიბრუნეს ჩვენი საკონტროლოები. და ძალიან კარგი ნიშანი მივიღე. გადავხედე ჩემ კლასელებს, აბა მათ როგორ დაწერეს და ვხედავ, რომ იმათაც ჩემი საკონტროლო უდევთ. გადააქცე როგსა მასწავლებელმა ჩემი დაწერილი თემა და დაუდო ყველას კლასში და ის მთელი გაკვეთილი მოვანდომეთ ჩემი თემის განხილვას. თავიდან ცოტა შემრცხვა, მეთქი რა საჭირო იყო ამის აფიშირება, ესე ძალიან, მაგრამ იმდენად ვამაყობდი ჩემი თავით, რომ მივეცი ჩემთან საშუალება, რომ მე სიამოვნა ამ ფაქტით და არ დავპატარავებულიყავი. მიუხედავად ამ დრამებისა და პანიკური შეტევისა და ყველაფრისა, მაინც ეს სიამაყე არ შემერყა. და არც ხელი ჩამიქნევია სწავლაზე, არც რაღაც შევეწინააღმდეგე ჩემს სურვილს, რომ კლასში ხელი ამეწია. პირიქით, იმ ფატიმას ჯინაზე უფრო ხშირად ვიწევდი ხელს და უფრო ხშირად გამოვთქვამდი ჩემს აზრს ამა თუ იმ საკითხზე. და რა თქმა უნდა, ჭორები კვლავ დადიოდა სკოლაში, იმიტომ რაც არ იყო საინტერესო, ამ შემთხვევაში სიმართლე, რა თქმა უნდა არ ბაზრდებოდა. და გაგიკვირდებოდა და ჩემი რეპუტაცია საბოლოოდ როგორ აღდგა, იცით? შეყვარებული გავიჩინე. ბიჭი, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენ სკოლაში, სწორედ მაგ ინციდენტის მერე დამიახლოვდა და გამოიჩინა ჩემს მიმართ ყურადღება. ასე უცბად ყველა გვშიფავდა, გვეპატიჟებოდნენ წვეულებებზე, მასთან ასოციაციით უცებ მეც ძალიან cool ტიპი გავიჩითე. მე არ მქონდა რაღაც სტრატეგია და ჩანაფიქრი, რომ სწორედ მანამდე კი ხტებოდი ტყავიდან და არ გამომდიოდა ეგ, მაგრამ როცა შევწყვიტე, სწორედ მაშინ დაალაგდა ყველაფერი ისე როგორც საჭირო იყო. და 5 წელი ვიყავით მე და ეგ ბიჭი ერთად და ჩემი უნივერსიტეტის საუკეთესო წლები მაქვს მასთან გატარებული. და ეს არის ჩემი მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. სოციუმი არის ფარისევლური, ამიტომ ნუ ეცდებით, რომ მოერგოთ მის წესებს. შენ ხარ ის, ვინც ხარ და მაქსიმალურად ფოკუსირდი, რომ რაც შენთვის ღირებულია, ის გააძლიერო. დანარჩენი თავისით მოვა, თავისით დაალაგდება. Just be yourself. პოპკორნი უნდა დამედო რა. დიდი სალი და პატარა სალომე ერთმანეთს გაესაუბრნენ დღეს თქვენს წინაშე. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დამიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები და სალი გემშვიდობებად მომავალ შეხვედრამდე.